გლობალური კავშირების გაძლიერება საჯარო სექტორის განვითარების გზით. საგარეო საქმეთა სამინისტრო პროგრამას კიდევ 18 მონაწილე შეემატა. ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში სტუმრობენ, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა უმასპინძლა. მათ სიტყვით მიმართა და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა. პროექტი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ქვეყნების საჯარო მოხელეებისთვის არის განკუთვნილი და მათთვის ქვეყნის გაცნობას. საქართველოს მიერ სხვადასხვა სფეროში მიღწეული პროგრესის და გამოცდილების გაზიარებას და პროფესიული კავშირების გაღრმავებას ისახავს მიზნად. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებსაც ეწვივნენ და ადგილზე მიიღეს ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის და პრობლემების შესახებ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით უკვე მეორე წელია ხორციელდება პროგრამა სხვადასხვა რეგიონებისთვის, რაც მიზნად ისახავს, რომ გავამტკიცოთ საქართველოს კავშირები, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებთან, რომელშიდაც არ გვაქვს ჩვენ დიპლომატიური წარმომადგენლობები, უფრო რთულია დიპლომატიური კავშირების შენება და რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტულია ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ საფუძველი ჩაუყარეთ პროგრამას, რომელიც მიზნად ახავს მოვიწვიოთ საქართველოში სხვადასხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები, გავაცნოთ ის რეფორმები, რა რეფორმების ჩვენმა ქვეყანამ გაატარა იმისათვის, რომ მიგვეღწია იმ პროგრესისთვის, რომელსაც მივაღწიეთ და სხვადასხვა მიმართულებით გაეცნონ სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას, მიიღონ გამოცდილება, ასევე ჩვენ მივიღოთ ერთგვარი ინფორმაცია თუ როგორ ხდება ამა თუ იმ მიმართულებით, ამა თუ იმ ქვეყანაში სახელმწიფო პოლიტიკის და პრიორიტეტების წარმართვა. Ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა, ეს ისეთი პროექტია, რომელიც აუცილებლად უნდა განმეორდეს. საქართველოს შესახებ, ერთმანეთის შესახებ, კულტურისა და იმ გამოწვევების შესახებ ცოდნის მიღება, რომლებიც საბოლოოდ ძალიან გავს ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულად ერთმანეთისაგან შორს ვართ, ლათინური ამერიკა, კარიბის რეგიონი და საქართველო უდიდესი გამოცდილებაა. ვფიქრობ, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის, დიპლომატებისთვის და საჯარო მოხელეებისთვის, რომ გაეცნონ იმ რეალობებს, რომლებიც დღეს მსოფლიოში აქტუალურია. ასევე იმ გზებს, როგორ შეიძლება გამოწვევების გადაჭრა და როგორ შეგვიძლია ერთად მუშაობა საერთო გადაწყვეტილებების მისაღებად. საქართველოს გაცნობა არამხოლოდ იმ ინფორმაციის მეშვეობით, რომელსაც ვიღებთ, არამედ მისი კულტურის, სამზარეულოსა და იმ შესანიშნავი ადამიანების საშუალებით, რომლებსაც აქ შევხვდით, ნამდვილად განსაკუთრებული გამოცდილებაა. დარწმუნებული ვარ, ამ მოგონებებს მთელი ცხოვრების განმავლობაში შევინახავთ.